მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგესალმებით ჩემო ერთგულებო, იმედია ყველანი კარგად ხართ. მოვედით თქვენთან მორიგი საჯარო გაშლით და ვინაიდან წინა გაშლამ, ბოლო გაშლამ, რომელიც დავდევი ჩემს გვერდზე, YouTube-ზე და Facebook გვერდზე, გამოიწვია დიდი ინტერესი, ძალიან ბევრი შეტყობინება შემოვიდა პირადში. ბევრი მეკითხებოდა რომ მაინც არის თუ არა საჭირო პირადი დიაგნოსტიკა, მიუხედავად იმისა, რომ მე ვახსენე, რომ თუ ის გაშლა 90-100%-ით რეზონირებს თქვენთან, რა თქმა უნდა, ის მიმანიშნებელია იმის, რომ რაღაცა სერიოზული პრობლემა არის თქვენთან, იმ კონკრეტულ საკითხში, რაზეც ვაკეთებდით გაშლას და რა თქმა უნდა, საჭირო არის დიაგნოსტიკა, პირადი კონსულტაცია და დიაგნოსტიკა. აქედან გამომდინარე, მე მაინც გადავწყვიტე კიდევ ერთხელ იმ ადამიანებისთვის გავაკეთო საჯარო გაშლა, ერთგვარი დიაგნოსტიკა, რომ არის თუ არა რაიმე მაგიური ზემოქმედება, ნეგატიური ენერგეტიკული პროგრამები ამ პიროვნებაზე, ვინც თქვენ ჩაფიქრებული გყავთ და რა თქმა უნდა შეიძლება ეს ადამიანი იყოთ თქვენც, ანუ შეგიძლიათ საკუთარი თავით ჩაიფიქროთ თამამად. და ნახოთ არის თუ არა რაიმე მაგიური ზემოქმედება, რა თქმა უნდა ეს არის საჯარო გაშლა, სამი ვარიანტი გვექნება აქ, როგორც ხედავთ, მინერალები შეგიძლიათ აირჩიოთ, პირველი არის ფირუზი, მეორე არის პირიტი და მესამე არის ვარდისფერი კვარცი, აირჩიეთ ერთ-ერთი, მაგალითად შეგიძლიათ ერთ ვარიანტზე ჩაიფიქროთ საკუთარი თავი, მეორე ვარიანტზე ჩაიფიქროთ თქვათ პარტნიორი, მესამეზე ოჯახის წევრი, ну როგორც გერებოთ, ხო? ერთიან რამდენიმე ვარიანტი შეგიძლიათ რომ აირჩიოთ და ნახოთ რას გეტყვით და რას მიგანიშნებთ, არის თუ არა მაგიური ზემოქმედება და მერე ალბათ ეს თქვენთვის უფრო მეტი მტკიცებულება იქნება საიმისოდ, უფრო დამაჯერებელი იქნება, რომ საჭირო არის მოქმედება და რომ მართლაც რაღაცა არის. ხო, ну ბუნებრივია ეს გაშლაც არის კატეგორიის ადამიანებისთვის, ვისაც ამის საჭიროება აქვს და ვისაც ამ მიმართულებით დახმარება ჭირდება. მაშინ ასე სამი ვარიანტი გვაქვს. ფირუზი, პირიტი და ვარდისფერი კვარცი, აირჩიეთ ერთ-ერთი, როგორც გითხარით, შეგიძლიათ სხვადასხვა ვარიანტზე სხვადასხვა პიროვნება ჩაიფიქროთ, საკუთარი თავით შეგიძლიათ ჩაიფიქროთ და ამის მიხედვით მე შემდგომ უკვე უყუროთ. კარგით, მე მგონი საკმარისია, ну დააპაუზეთ ბოლო-ბოლო შეგიძლიათ დააპაუზოთ ვიდეო და მე განაგრძოთ ის უყურება, რომ აირჩიოთ მინერალები, მე დავიწყებ ფირუზით პირველი ეკრანზეც მე მგონი ის ჩანს თქვენთან და ნახოთ ვინც აირჩია ფირუზი, რა ხდება აქ, შეიძლება თუ არა რომ აქ იყოს ნეგატიური ენერგეტიკული პროგრამები და საჭირო არის თუ არა აქ დიაგნოსტიკა და არის. ну, მე გაგაფრთხილეთ თქვენ, ეს არის საჯარო გაშლა, ყოველთვის ვაფრთხილებ, ვინც ახლები ხართ, ესეც იცოდეთ, რომ მე ყოველთვის ვამბობ, მიუხედავად ყველაფრისა, მით უმეტეს, როდესაც ენერგეტიკას და ენერგეტიკულ დიაგნოსტიკას ეხება საქმე, ასე საჯარო გაშლაზე, რომელიც რამდენიმე 1000 ადამიანი უყურებს. არ შეიძლება რომ დაეყრდნოთ, საჭიროა პირადი კონსულტაცია. პირველი ვარიანტი, ფირუზი პირდაპირ ამოგვდის, შესაძლებელი აქ იყოს ნეკრომაგია, ეს არის სასაფლაოს ტერიტორიაზე, სასაფლაოს ატრიბუტიკით შესრულებული მაგია, ვინც არ იცის და შესაძლებელია იყოს აი ამ ტიპის დაგვინძურება აქ. მდგომარეობა თქვენთან არის ესეთი, შემდეგნაირი, ხართ აბსოლუტურად ხელშეკრული, ვინც ჩაიფიქრეთ, იმაზე არის საუბარი. თქვენი პარტნიორი არის ეს ოჯახის წევრი, შვილი თუ სხვა, მან საკუთარი თავი და აი თითქოს ვიღაცის როგორც აი მარიონეტივით იქცევა ეს პიროვნება, ხო? ან თქვენ იქცევით მარიონეტივით, დაპროგრამებული ვით თითქოს უთხრეს აი ესე მოქმედე, ესე მოიქეცი და შესაბამისად თვითონაც ესე იქცევა. ამ ყველა სიკეთესთან ერთად აქ ხდება ის, რომ ამ პიროვნებას, ვინც ჩაფიქრებული გაქვთ პრობლემა აქვს პირადი ურთიერთობაში, გაცილებული არის პირადი ურთიერთობები, აქაც დაყენული არის. შეიძლება იყოს აქ ნეკრომაგია დაშორებაზეც გაკეთებული, ან პარტნიორის წაყვანაზე არ არის გამორჩეული, მაგრამ ну ეხლა აქ უფრო მეტად რა თქმა უნდა ვერ დაკონკრეტები, აქ უფრო ეცეთ როგორი სურათია, როდესაც არა ერთი, არამედ რამდენიმე სახის მაგია, რამდენიმე სახის რიტუალი შეიძლება იყოს აქ შესრულებული. და
Да, это როდესაც რუსებს აქვთ ხო ესეთი ნათქვამი და одна не приходит, ანუ ერთს მეორე პრობლემა მოყვა, პრობლემების მთელი კასკადი დაიწყო აი ამ პიროვნებასთან, ვინც აქ არის ჩაფიქრებული, ხო? ჯერ ერთი მეორე, თავს დაგეცევა ყველაფერი ერთად, ხო? და დაგეყრება აი ესეთი სიტუაცია. დიახ, აქ არის მაგიური ზემოქმედება, ნეგატიური ენერგეტიკული პროგრამები პირველ ვარიანტზე არის და რა თქმა უნდა, პირველი ვარიანტი ნამდვილად სანახავია და მისახედია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვისაც არ სიამოვნებს და მობეზრებული აქვს ჩემი ერთი და იგივეს გამეორება, ეს არის საჯარო გაშლა და მხოლოდ საჯარო გაშლას დავეყრდნობით. მაშინაც გადავიდეთ ახლა ჩვენ შემდეგ ვარიანტზე, შემდეგი ვარიანტი ჩვენთან არის პირიტი, სტილამაზი პირიტის გული, ვინც ეს აირჩიეთ და ჩაიფიქრეთ ამ მინერალზე, ამ ქვაზე, ვინც ჩაიფიქრეთ პიროვნება, საკუთარი თავი ან პიროვნება, რომელიც თქვენთვის საინტერესო არის, მოდით ვნახოთ ახლა აქ რას გვეტყვის ტარო. აქაც მეორე ვარიანტებსაც დასაწყისშიც და ბოლოშიც შეგახსენებთ, რომ ეს არის საჯარო გაშლა, მით უმეტეს, როდესაც ეხება მაგიური ზემოქმედების დიაგნოსტიკას, მხოლოდ საჯარო გაშლას დავეყრდნობით. და საჯარო არის პირადი კონსულტაცია. ნახოთ, რას გვეტყვის ახლა ტარო თქვენთვის, საჯარო არის თუ არა რაიმე მაგიური ზემოქმედება და საჯარო არის თუ არა აქ ენერგეტიკული დახმარება. აქ პრობლემა უფრო არის არა პირდაპირ თქვენთან, არამედ შეიძლება პარტნიორზე იყოს საუბარი და უფრო მეტად პარტნიორზე იყოს საუბარი. იმდენად არა თქვენთან, რამდენადაც კი პარტნიორზე. მოკლედ ნახეთ, ეხლა აქ ტარო მიგვანიშნებს, რომ პრობლემა ენერგეტიკული არის მამაკაცთან. და ეხლა ჩვენ ესეც შეგვიძლია ვნახოთ. ესეც შეგვიძლია რომ ვნახოთ რა არის აქ. ძალიან საინტერესო ამბავი გვაქვს აქ. კი, ერთნიშნულად პრობლემა არის ახლა აქ მამაკაცთან. შეიძლება თქვენი პარტნიორია, შეიძლება შვილია, ძმა. და ტარო მიგანიშნებთ, რომ ენერგეტიკული პრობლემა არის მამაკაცთან. შეიძლება თქვენ ხართ მამაკაცი, თუ მამაკაცი ხართ, ეს არის თქვენთან პრობლემა ენერგეტიკული. თუ არა და იმ მამაკაცა, რომელიც თქვენს გვერდზე არის, ვინც ჩაიფიქრეთ. აქ ძალიან ბევრი სიუჟეტები ამოგვივიდა. ესეთი საკმაოდ ნეგატიური ხასიათის, ახლა მაგას ნამდვილად ვერ შევხედავ, მაგრამ მეორე ვარიანტი მიგვანიშნებს, რომ ენერგეტიკული პრობლემა არის მამაკაცთან. რაღაცათან აწუხებს, აქ ჯანმრთელობის მდგომარეობაც შერყეულია, ეს ქალი ამოდის აქ კიდე, რომელიც ბრძანებლობს, ეს შეიძლება იყოს დედამთილი, შეიძლება იყოს მესამე პიროვნება. აქ რაღაცა მამაკაცთან კიდევ საყურადღებო არის, რომ მამაკაცთან გვარში, ოჯახში, შეიძლება დედამთილის მხრიდან იყოს რაღაცა გაკეთებული, თუნდაც იდედრს არ მინდა ეხლა რომ დედამთილებს გული დამწყვიტო. ნამდვილად რაღაცა ისე ამომივარდა პირიდან ეტყობა ვიღაცისთვის ესე არის საჭირო. მამაკაცის ოჯახში პრობლემა არის. შეიძლება ქალი არის, მამაკაცის დედა არის, თქვენი პარტნიორის დედა ძალიან ცივი ავი და არაკეთილის მოსურნე. მამაკაცის მხრიდან მოდის, ქალი დგას კიდევ ნეგატიურად. და რაღაცა ოჯახშიც არის, აი კაცის ოჯახში. არის ძალიან სერიოზული ენერგეტიკული პროგრამა. არასწორი ძალიან ნეგატიური პროგრამები არის, აი მამაკაცის, ზოგადად ესე ვიტყვი რა, მეორე ვარიანტი ეხება მხოლოდ მას, ვინც მამაკაცი ჩაიფიქრა, პარტნიორი ან თვითონ არის მამაკაცი და საკუთარ თავზე მიიღებთ, თუ მამაკაცი არ ხართ და მიიღებთ მხოლოდ თქვენს პარტნიორ მამაკაცი, ან თუ თქვენ თავად ხართ მამაკაცი, აქ გვარშიც არის რაღაცა ნეგატიური ენერგეტიკული პროგრამები, ძალიან სერიოზულია ოჯახში, ვიღაცამ შავი სანთლებით ილოცა, აქ თქვენს წინააღმდეგ, ესეც იცოდეთ, რომ დამთებული არის ნეგატივზე ამ ადამიანის წინააღმდეგ. აი ეს არის მეორე ვარიანტი. და გადავიდეთ მესამე ვარიანტზე, ახლა ვინც ჩაიფიქრეთ. ვარდისფერი კვარცი და ვნახოთ ახლა აქ რას გვეტყვის ტარო.
მესამე ვარიანტებსაც შეგახსენებთ დასაწყისშიც და ბოლოშიც, რომელიც არის საჯარო გაშლა, მით უმეტეს, როდესაც ეხება ის მაგიურ ზემოქმედებას და გათვლილი არის ეს გაშლა რამდენიმე 1000 ადამიანზე, პირდაპირ დასკვნებს ნუ გავაკეთებთ. გაშლა არის იმისთვის, რომ მიხვდეთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ის კიდევ კითხვები არ იყოს, გჭირდებათ თუ არა დიაგნოსტიკა და ზოგადად ეს გაშლა არის იმაზე, არა გჭირდება თუ არა დიაგნოსტიკა, არამედ არის თუ არა რაიმე მაგიური ზემოქმედება, ნეგატიური ენერგეტიკული პროგრამები. თქვენზე ან თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებაზე, ვინც აქ ჩაიფიქრეთ. იღაც ძალიან ცუდად გადაიფრბინა თქვენს გზაზე. ძალიან ცუდად. აქ შეიძლება იყოს შესახლებები, აქ შეიძლება იყოს ბავშვთან დაკავშირებული ავადმყოფობა, შეიძლება ორსულობასთან დაკავშირებული პრობლემები, ნაყოფის მოწყვეტა. შეიძლება დიდი დროც არის აქედან გასული. და აი ამ ტკივილის ტყვეობაში ხართ, არასასურველი აბორტი, მოწყვეტა, ნაყოფის რაღაცა გარდაცვალებაც არის ადამიანის. აქაც ჩაყოლებული არ არის რამე ნეკრომაგიული, შეიძლება ჩაყოლებულიც იყოს, სამკუთხედიც არის აქ, მესამე პიროვნება. ან სამკუთხედი არის, ან მესამე პიროვნება არის, რომელიც შხამავთ ესე და გესლოთ, ვინც გადაგიბრბინათ თქვენ. იმიტომ ხა საჯარო გაშლაა, ხო? შეიძლება მეტოქ ეკავთ მესამე პიროვნება. აქ ან პიროვნება, რომელიც თქვენ პირადად გდრობთ, არ უნდა თქვენთვის კარგი, ხო? სხვათა შორის შეიძლება ოჯახის წევრიც იყოს. შეიძლება საერთოდ გარე პირი იყოს, ხო, რომელიც ებრძვის და გერჩით. მაგრამ აი აქ რაღაცა ბავშვის ავადმყოფობასთან, ბავშვის სიკვდილობა, ნაყოფის ხო, მოყრინება, რაღაცა ეს ტრავმა ტკივილი, რომელსაც დაატარებს აქ ვიღაცა. შეიძლება შვილოსნობასთან დაკავშირებული პრობლემები და ავადმყოფობა, მოკლედ ბავშვები თუ ავადმყოფობენ, აქედან გამომდინარე შეიძლება იყოს. და მესამე პირი გერჩეთ, ძალიან გადაურბინა ვიღაცამ თქვენს კონკრეტული პიროვნების, ვინ ჩაიფიქრეთ. ვიღაცა აქ ძალიან გდრობთ თქვენ ჩემოგარგებო, ძალიან გდრობთ. მესამე ვარიანტი, ვარდისფერი კვარცი, ვინც აირჩეთ, ძალიან სერიოზული მტერი ყავთ აქ და ენერგეტიკულადაც საკმაოდ სერიოზული ენერგეტიკულ დარტყმებს გაყენებთ. ვინც ჩაიფიქრეთ აქ იმას აყენებთ ძალიან სერიოზულ ენერგეტიკულ დარტყმებს. აქ ძალიან ბევრი რაღაცები მოვიდა. ფაქტიურად მისი, როგორ თქვა, აქ შეიძლება პატკლადიც არის, სახშიც არის რაღაცა ოჯახზე, სახზე გაკეთებული. მასშტაბურად გიტევთ ესე ოჯახს უტევს. გაიხსნება, ეს უნდა გაიხსნას, ეს ყველაფერი უნდა გაიხსნას, თორე აი როგორც მორევი იხოს და იხოს. კი, აქ არის ნამდვილად შავი სანთლებით ნაუცი თქვენზე, ასე ვამბობ ხოლმე მე, თორე შავი სანთლებით წმენდაც გეთდება. ცუძე არის აქ, ძალიან ცუძე არის რაღაცები აქ გაკეთებული. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ეს არის საჯარო გაშლა. უსმენს ძალიან ბევრი ადამიანი, საჯარო გაშლით, გულს ნუ გაიხეთქავთ და პირდაპირ ნუ დაიჯერებთ, რომ ეს მე მეკუთვნის. ეს არის მათთვის, მე დასაწყისში ვთქვი, ეს გაშლა არის მათთვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გამიკვირდა, მართლა გითხრათ, ძალიან ბევრი პირადი შეტყობინება შემოვიდა. ბოლო გაშლასთან დაკავშირებით, რომელიც დევს ჩემს Facebook და YouTube გვერდზე, ღამის მკითხველის Facebook და YouTube გვერდზე, სადაც აი მაინც მინდა რომ აი საჭიროა გავაკეთოთ დიაგნოსტიკა, არ იქნება მიყვებიან ისტორიებს და მე მეუნებიან გავაკეთოთ თუ არა დიაგნოსტიკა, მაქვს თუ არა რამე, უბრალოდ ხო, გაკეთებულია რამე, მომიყვებია, რაღაცა ვიპოვეთ, რაღაცა შეიცვალა, ასე შემდეგ. ხო, აი მესამე ვარიანტი ვინც ერჩეთ, აქაც ძალიან მძიმე ამბავია. არ ვიცი. ვისაც სურს პირადი კონსულტაცია, იცით 5111318 მწერთ, არ მირეკავთ, მწერთ WhatsApp-ში ან Viber-ში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ნომერს 5111318.
WhatsApp-ში ან Viber-ში შეგიძლიათ მომწეროთ არ მერიკავ და ასევე ღამის მკითხველის Facebook გვერდის Messenger-ში მომწერეთ და ყველას გიპასუხებთ. ყველას უღრმესი მადლობა, ვინც შემოდიხართ ჩემ არხზე, უყურებთ ჩემს ვიდეოებს, თითოეული კომენტარისთვის, არხის მოწონებისთვის, ყველას უღრმესი მადლობა. მეულევ ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს და კეთილდღეობას გისურვებთ.